ეს არ არის კონფლიქტი მხოლოდ მიუვალ მთიან რელიეფზე, არამედ რესურსებზე და გავლენაზე. ჰიმალაის მდინარეები მტკნარი წყლით დაახლოებით 1.3 მილიარდ ადამიანს ამარაგებენ. სამხრეთ აზიაში კი წყლის დეფიციტი უკვე სერიოზული პრობლემაა და კლიმატის ცვლილებები ამ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. რეგიონის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალიც უზარმაზარია. ჩინეთმა უკვე ააშენა რამდენიმე დიდი კაშხალი და ახლა მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურს აშენებს, რომელიც 2033 წელს უნდა დასრულდეს. ჩინეთის მხარეს რელიეფი შედარებით ბრტყელია, რაც გზების მშენებლობას ამარტივებს. ამიტომ ინდოეთი გარკვეულწილად ცდილობს ჩინეთს დაეწიოს. ორივე ქვეყანა აქტიურად აშენებს გზებს, ხიდებსა და გვირაბებს ამ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან, რადგან სწორედ მსგავსი ინფრასტრუქტურა აძლევს ჯარებს უკეთესი ლავირების საშუალებას მაღალმთიან რეგიონებში. ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მაგალითია ინდოეთის მიერ სელას უღელტეხილთან გახსნილი გვირაბი, რომელიც ამ მინდის მიუხედავად ინდოეთის ჯარებს ხელს შეუწყობს სწრაფად გადაადიილდეს საზღვრისაკენ. 2026 წელს ინდოეთმა ასევე დაიწყო 1840 კილომეტრიანი არუნაჩალის სასაზღვრო ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც კონტროლის ხაზის გასწვრივ გაივლის. თუმცა არც ინფრასტრუქტურით და არც გეოეკონომიკური თვალსაზრისით ეს ქვეყნები თანაბარ მდგომარეობაში არ არიან. ჩინეთი გაცილებით დიდი ეკონომიკაა, უფრო ძლიერი სამხედრო ძალით და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, ინდოეთი კი მრავალი მიმართულებით ჩინეთიდან იმპორტზეა დამოკიდებული. ამ მოვლენების მიუხედავად გასულ წელს მხარეებმა საზღვარზე სტაბილურობა შეინარჩუნეს და შეიმუშავეს კონფლიქტის მართვის ახალი მექანიზმები, როგორიცაა საზღვრის დემარკაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა. ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ 2005 წლის საკვანძო შეთანხმებას დაბრუნებოდნენ. ეს შეთანხმება იყო ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავდა რა პრინციპზე უნდა დაფუძნებულიყო პეკინსა და ნიუ-დელის შორის საზღვრის საბოლოო გადაწყვეტა. ამ დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ორივე ქვეყნის ინტერესები, იქ მცხოვრებთა ინტერესები და არ უნდა მიეცა რომელიმე მხარისათვის სტრატეგიული უპირატესობა. ეს იმ დროს დიპლომატიურ წინსვლად ითვლებოდა, თუმცა შემდგომ წლებში დაძაბულობა გაიზარდა და პრაქტიკაში ვერ განხორციელდა. ამიტომ ნახოთ რა შედეგს გამოიღებს ჩინეთისა და ინდოეთის ერთი შეხედვით დამთბარი ურთიერთობები. მაგრამ ამ ორი გიგანტის ინტერესები სხვაგანაც იკვეთება. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.